2014 წელს საქართველოს სამარიტელთა კავშირმა ASB გერმანიისა და ავსტრიელი პარტნიორების მხარდაჭერით დაიწყო მარტოხელა მოხუს და შინმოვლის პროექტი გორში. პროექტის მიზანი წარმოადგენდა მარტო მცხოვრები ხანდაზმულების დახმარებასა და მხარდაჭერას. იმავე წელს პროექტის ფარგლებში გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ამ ხელშეკრულების საფუძველზე SSK-ს გადმოეცა ფართი ცენტრისათვის, რომელიც ორგანიზაციამ სრულად გაარემონტა და მოაწყო. 2016 წლიდან საერთაშორისო პროექტის დასრულების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ თავის თავზე აიღო ცენტრის დაფინანსება და დღემდე აგრძელებს SSK-ს მხარდაჭერას. შინმოვლის სერვისის მდგრადი ფუნქციონირება შეუძლებელი იქნებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერის გარეშე. დღეს შინმოვლის სერვისი ხორციელდება ქალაქ გორში, მის მიმდებარე სოფლებში და დევნილთა დასახლებებში. გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომა გვაძლევს შესაძლებლობას გავაგრძელოთ მომსახურების გაწევა ხანდაზმული ადამიანებისათვის. გავაფართოვოთ სერვისები და უზრუნველყოთ მათი ხარისხი და უწყვეტობა. მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა წარმოადგენს ძლიერ პარტნიორობას, რომელიც რეალურ ცვლილებებს ქმნის ადამიანის ცხოვრებაში. ცენტრი ემსახურება 90-მდე მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანს და 24 მოწყვლად ოჯახს, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ადამიანურ ღირსებას, პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას. სიბერე ცხოვრების ბუნებრივი და მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს არის დრო, როცა ადამიანს განსაკუთრებით სჭირდება ყურადღება, მხარდაჭერა და სითბო. თუმცა ბევრი ხანდაზმული ამ ეტაპს მარტო ხვდება ჯანმრთელობის გაუარესებით, ყოველდღიური სიერთულეებით და ადამიანური კონტაქტის ნაკლებობით. საქართველოში ათასობით ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს მარტო ოჯახის მხარდაჭერის გარეშე. მათთვის ჩვეულებრივი, ერთი შეხვედრით მარტივი ყოველდღიური საქმეები, მედიკამენტების დროულად მიღება, კვება, პირადი ჰიგიენა, ან ექიმთან მისვლა ხშირად სერიოზულ გამოწვევად იქცევა. როდესაც საჭირო დახმარება მიუწვდომელია, იზრდება ჯანმრთელობის რისკები, ხოლო მარტოობისა და მიტოვებულების განცდა კიდევ უფრო მძაფრდება. ამ დროს ადამიანი არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ მხარდაჭერასაც საჭიროებს. ვინმეს ვინც მოусმენს, გაუზიარებს ყოველდღიურობას და მის გვერდით იქნება. სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხობს საქართველოს სამართლებრივი კავშირის SSK-ს შინმოვლის სერვისი. სერვისი, რომელიც ხანდაზმულებს საკუთარ სახლში, მათთვის ნაცნობ და უსაფრთხო გარემოში, ზრუნვას, მხარდაჭერასა და ღირსეულ ცხოვრებას თავაზობს. ერთი დღე შინმოვლის ცენტრში ყოველთვის დილით იწყება, ერთად შეკრებით. ვიკრიბებით ცენტრში, ერთმანეთ უზიარეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას და ერთად უყურებთ დღის გეგმას. ვიხილავთ თითოეულ ბენეფიციერის მდგომარეობას, ვჯელოთ მათ საჭიროებაზე და ვგეგმავთ დღის ვიზიტებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღე ორგანიზებულად და შეთანხმებულად დაიწყოს. ვიცით, რომ ჩვენი ბენეფიციარები ჩვენზე არიან დამოკიდებულები. ჩვენი ყურადღება, მზადყოფნა, პასუხისმგებლობა მათ ყოველდღიურ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას განსაზღვრავს. ამიტომ ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს მზად. თითოეულ დეტალს აქვს მნიშვნელობა, რადგან თითოეული ვიზიტი უბრალოდ შეხვედრა არ არის. ეს არის დახმარება, ზრუნვა და მხარდაჭერა. ამის შემდეგ ჩვენი ბენეფიციარებისკენ მივემგზავრებით. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სამსახური. ეს არის პასუხისმგებლობა, ადამიანური ურთიერთობა და ზრუნვა, რომელიც თითოეულ ხალხს საკუთარ სახლში უსაფრთხოებისა და ღირსების განცდას უნარჩუნებს. მართალია პროფესიონალი მედიკები ვართ, მაგრამ ჩვენი საქმე მხოლოდ სამედიცინო პროცედურებით არ შემოიფარგლება. ვახორციელებთ რეგულარულ ჯანმრთელობის შემოწმებას, ვაკვირდებით მედიკამენტების მიღებას და ვუწევთ სამედიცინო დახმარებას.
ამასთან ერთად ვეხმარებით პირად ჰიგიენაში, ფრჩხილების მოვლაში, საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგებაში. ხშირად ეს ერთი შეხედვით მცირე დეტალები ადამიანისათვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. ისინი აძლიერებს უსაფრთხოების განცდას, ქმნის მზრუნველ და სანდო გარემოს და ეხმარება ბენეფიციარებს თავი იგრძნონ დაფასებულად და ღირსეულად. ამ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ქმედებებში იკვეთება საქართველოს სამმართველთა კავშირის შინმოვლის სერვისის ნამდვილი არსი. ადამიანზე ზრუნვა მთელი მისი საჭიროებების გათვალისწინებით. ჩვენთვის ეს საქმე არის პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობას ამსუბუქებს. ეს არის მშვიდი თანადგომა, როცა იცი, რომ შენი ყოფნა ვიღაცისთვის მნიშვნელობას ატარებს. სოციალური ასისტენტის როლი სამმართველთა კავშირის შინმოვლის სერვისებში მრავალმხრივია. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფთ მათ ტრანსპორტირებას სამედიცინო დაწესებულებებში, სოციალურ სააგენტოში, მერიაში ან სხვა შესაბამის ინსტიტუციებში. ხშირად ვეხმარებით ბენეფიციარებს ყოფითი საკითხების მოგვარებაში, შეშის დაჩეხვაში, ბაზარშიც ვეგზავნებით, პროდუქტების შეძენაში, ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ასევე ვაწვდით მათ საჭირო ინფორმაციას სოციალური სერვისებისა და მხარდაჭერის პროგრამების შესახებ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მუშაობის ნაწილია ფსიქოლოგიური დახმარება, მოსმენა, საუბარი და გვერდით დგომა იმ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად მარტოობას და იზოლაციას განიცდის. ჩვენი შინმოვლის სერვისი მოიცავს სამედიცინო და ჰიგიენურ მომსახურებას, საოჯახო დამხმარებას, მედიკამენტების მონიტორინგს და რეგულარულ ჯანმრთელობის შემოწმებას. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანური ურთიერთობაა. ჩვენი მიზანია თითოეულ ბენეფიციარს ვაგრძნობინოთ, რომ ის მარტო არ არის და მის გვერდით ყოველთვის არის ზრუნვა, მხარდაჭერა და ყურადღება. ჩვენ ვიცით როგორ დაგეხმაროთ. მე და ჩემი და ვცხოვრობთ მარტო ვართ, მარტო ხელები რამ დამხმარო არ აქვს. მარტო სამარიტელების გარდა. წამლებით გვეხმარებიან, მოდიან, ბაზარში მიდიან, ვირეცხებენ, გვისუფთავებენ, ყველაფერს აკეთებენ კარგად. ძალიან მაყოფილი ვარ, ძალიან გემრიელი საჭმელებია. ყოველ სამშაბათი დღე მოდის ჩვენთან ერთანი, მანქანის მოდიან, შოფერიც ძალიან მაყოფილი ვარ შოფრისაცა და ექთნისაცა. ყველანაირად კარგად გვემსახურებიან პირადი ერთი დღე ხუთშაბათს. მადლობელი ვარ მე ყველაფერს. სამმართველთა კავშირიდან მომზადებიან რეგულარულად. მე მჭირდება ვეტყვი დახმარებას მიწევე ყველანაირად. მთელი 8 წელიწადია ეს ჩემ მოფერებაში არიან. ტოლილი რო ვარ, წამოტოლილი შვილო და რო გავიგებ ხმასა, სიხარულით ავენდები ხოლმე. ყველანაირად პატივზადდებენ. ეგეც რო არ იყოს მე ნერვიული მხოლოდ როგორ იქნება რანაირად. ამერუჟმა დამეშველებოდა თქვენ ახაც ჩემი ღმერთი. ღმერთმა ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა მოგცეს თქვენ ოჯახებში. ხოლმე როდის მოვლენ ჩემი მერცხლები მეთქი, მერცხლებს გეძახით, მერცხლებს შემოფრინდებით უცბად რამე რომ გამიზომავთ წნევას, წამალს, რაღაცას და ღმერთმა ბედიერება და ჯანმრთელობა მოგცეთ.